გამარჯობათ. მოგეხსენებათ, რომ ადამიანი სოციალური არსებაა და სოციუმის გარეთ მას ცხოვრება არ შეუძლია. თუ ის იქნება სოციუმის გარეთ, მაშინ ის უკვე ადამიანი აღარ იქნება. ეს ჭეშმარიტება და მას დამტკიცება არ სჭირდება, მაგრამ მეცნიერები სულ ცდილობენ გამოიკლიო, რამდენად ინდივიდუალური ადამიანის სოციუმში და რამდენად მძაფრი შეიძლება იყოს ეს წინააღმდეგობა. ინტერნეტში ძალიან ბევრი, ესე იგი, სიუჟეტი ამის თაობაზე, რამოდენიმეჯერ ისე ხდება, რომ სურათებს აჩვენებენ სხვადასხვა ფერებით, მაგალითად წითელი, ყვითელი, მწვანე, შემდეგ არის მწვანე, წითელი, ყვითელი, შემდეგ ყვითელი, წითელი, მწვანე, ესეთი თანმიმდევრობით და 9 ადამიანი ჯერ თავიდან ყველაფერს სწორად ამბობენ. მე რაღაც ცოტა განსხვავებულ რიგითობას ან სურათზე განსხვავებული მოცემულობა არის და ყველა დაუშვათ წითელზე ამბობს მწვანეს, ანუ ტყუილს ამბობს. და ეს ადამიანი იმდენად ექცევა ამ სოციუმის გავლენის ქვეშ, ამ 9 ადამიანის გავლენის ქვეშ, რომ საბოლოო ჯამში ისიც ამბობს დაუშვათ მწვანე ფერზე წითელ ფერს. და ბოლოს, როდესაც ეკითხებიან, ამბობენ, რომ ყველა ესე ამბობდაო და მეც ასე ვთქვიო. ანუ თუ სოციუმს მომართავ ისე, რომ ის არის ყალბ ფასეულობებზე აგებული, მაშინ არის იმის დიდი ალბათობა, რომ ამ სოციუმის ყველა ადამიანი უკვე მოიქცევა ისე, როგორც შენ გინდა და ეს მიუხედავად იმისა, ეს სწორი ქცევაა თუ არასწორი ქცევა. ანუ მე რატო დავიწყე ეს არასწორი ფასეულობებით სოციუმის მართვა, ხო? რასაც მე ახლა ვიტყვი, შეიძლება არ იყოს თლად არასწორი ფასეულობა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ერთადერთი ფასეულობა ნებისმიერი საზოგადოებისთვის, ხო? იმიტომ რომ ეს თუ ნერგავ ასეთ ფასეულობებს, მაშინ შენ ადამიანს ხდი უძლურს მომავლის წინაშე და განვითარების წინაშე ის უკვე უძლურია. მაგალითად, წარსულის დიდება, ხო, რაც ძალიან დამკვიდრებულია საქართველოში და მთელი ეს ცნობადი სახეები ადიდებენ ამ წარსულს, ჩვენ წარსულს, ასე ისე, ეს ცუდი არ არის კარგი წარსული, მაგრამ მომავალს არ აშენებს. წარსული მომავალს არ აშენებს. მომავალს აშენებს აწმყო. იმიტომ რომ მე მგონი ვოლტერის გამოთქმა, ხო? აწმყო მშობელი წარსულისგან არის მშობელი მომავლისა. ანუ არ შეიძლება რომ ეს ჯაჭვი სადღაც გაწყდეს და მერე გაგრძელდეს. თუ ჩვენ გვინდა მომავალი, მაშინ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ აწმყოზე და არა წარსულზე. ეხლა ეს რას აძლევს ადამიანებს და კარგია, რომ ეს ინტერნეტმა მოგცა იმის საშუალება, რომ არა მარტო სისტემის სახეები იყვნენ, ასე ვთქვათ, ცნობადები, არამედ უბრალო ადამიანებიც გახდნენ ცნობადები, მაგრამ ამას რასაკვირველია უნდა საზოგადოების მომზადება ამისათვის. მაგალითად, მე რასაც ვსაუბრობ და ჩემი ვიდეოები რასაც არის, ამისთვის საზოგადოება მზად არ არის. მე უკვე ვთქვი, რომ ეს დაახლოებით ეს უმაღლესი მათემატიკის ლექტორი რო შევიდეს სადღაც მე-5 კლასში, ხო? და აუხსნას დაუჯდეს მათ და ესაუბროს უმაღლეს მათემატიკაზე. აი დაახლოებით ესე გესაუბრებით მე თქვენ. იმიტომ რომ საზოგადოების უმრავლესობას მე ვხედავ, რომ ჩემს ვიდეოს ვერ იგებს, იმიტომ რომ იმ ტინგიცებს და რაღაც აი რამაგრები ვიყავით და მაგარი ფეხბურთელები და მაგარი წარსული და ესეთ შემდეგ, მაგათ უამრავი გაზიარება აქვს, მაგრამ რატოღაც ჩემი ვიდეოებს არავინ არ აზიარებს, იმიტომ რომ ისინი ვერ გებულობენ მე რაზე ვსაუბრობ. უბრალოდ მათი ტვინი ჯერ ამისთვის მზად არ არის, მაგრამ მე მაინც გავაკეთებ ჩემს ვიდეოებს და მაინც გავაგრძელებ საზოგადოების განვითარებას უკეთესობისკენ. დიდებული წარსულთან ერთად ასევე არის სპორტიც, რასაკვირველია, ესეთი სპორტსმენები, ესენის, მიღწევები, მაგრამ ეს ყველა ეს მიღწევა არის წარსულში.
ხო? და როდესაც წარსულზე საუბრობენ, აქ ყველანაირ წარსულზე საუბრობენ და იმ წარსულში, როდესაც საქართველოს მიღწევა ჰქონდა, რა მდგომარეობაში იყო ეს ქვეყანა, ომი იყო, არ იყო, როგორ განვითარებაში იყო, ხო? თუ დავით აღმაშენებლის პერიოდს ავიღებთ, უფრო ადრე, იგივე შოთა რუსთაველი, როდის ჩნდება საქართველოში ესეთი ბუმბერაზი ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ხელოვნებას და პროზას, პოეზიას და ასე შემდეგ, ხო? მაშინ, როდესაც არის მშვიდობა და მაშინ, როდესაც ქვეყანა ვითარდება, ხო? ანუ არის ეკონომიური სტაბილურობა, დავით აღმაშენებლის შემთხვევაში ეს თვითონ იმპერია იყო მაშინ საქართველოს და მაშინ სულ სხვა აზროვნება იყო საქართველოში, მინდა გითხრათ, არ იყო ესეთი მწირი აზროვნება, როგორც დღეს არის მაგალითად, ხო? აი, რაღაც ხალხი ოცნებობს იქ კურიერობაზე ამერიკაში, ხო? და არ უნდა კურიერი და უშად ინდუსი საქართველოში. ეს აი მე-12 საუკუნის ქართველი მაგალითად ამას ჩაულებრივად შეხედავდა, რომ ვიღაც ჩამოდის სამუშაოდ საქართველოში, ეს მისთვის იქნებოდა ჩაულებრივი თემა, იმიტომ რომ საქართველო იყო მაშინ განვითარებული, ძლიერი ქვეყანა და ეხლა დაბალი დონის ქვეყნებიდან, როდესაც აქ ჩამოდიან და ამ საზოგადოებას ემსახურებენ, ეს არის ნორმალური. რაც ხდება ეხლა ევროპაში და იქ განვითარებული ქვეყნა, რა აზროვნებაც აქვს იმათ. მე მინდა რომ ასეთი აზროვნება კონდეს საქართველოს. იმიტომ რომ საქართველო არ უნდა გადაიქცეს რაღაც მოსამსახურეთა ინკუბატორად. რომ ჩვენ ახლა აქ ჩამოვლენ მოიმსახუროთ, იქ ჩავალთ მოიმსახუროთ, ხო? და ჯერ აზროვნება უნდა შეიცვალოს ჩვენში. ხო, ეს თემას გადაუხვია. საუბრობდით სპორტზე და წარსულზე. ანუ ნებისმიერი წარსული, როდესაც ის ესე არის გამდიდებული საზოგადოებაში, ეს კლავს მომავალს. არ შეიძლება მეტი ბრეტისბრიტიო ქართული ანდაზა ესეთი. აი მოიგეს ქართველებმა დაუშვათ თასების ფლობელთა თასი და ძალიან კარგია ეს და დიდი სახელია ხო ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ მე მაგალითად მერჩევნოდა რომ ქუთაისის ავტოქარხანას გამოეშვა კარგი ყველგანმავალი, ისეთი როგორც იყო თუნდაც იგივე შიშიგა, ხო, შიისად შეესტი, გაზ 66 და ის მეტრეველში რომ ათასები და მილიონები დაიხარჯა, ის დახარჯული იყო ვიღაც თუ ჩვენთან არ იყო ესეთი ინჟინერი, ვინმე იქ რუსეთიდან ესე ამოეძროთ რამოდენიმე კაცი, ვინც ფიქრობდა და აზროვნებდა და ჩამოიყვანათ ქუთაისში და გაეკეთებიათ ერთი კარგი ღირებული მანქანა, მით უმეტეს როგორ შეიძლებოდა ესეთი მთიანი რეგიონი დაეტოვებიათ ყველგან მავალის გარეშე, ხო, ესეთ. და ეს გრძელდება და ეს ინერციით მიდის, ეს მე ძალიან კარგია სპორტის მხარდაჭერაც, ხო? კი, მაქვს ეს ვიდეოები, მაგრამ ანალოგიური მხარდაჭერა უნდა ფიზიკას, ტექნიკურ მეცნიერებებს, განვითარებას, იმიტომ რომ სპორტი და ფეხბურთელი აი ხლა კოვიდი რო იყო, ხო, მე მგონი იტალიელი ვიღაც ცნობილი ექიმი ამბობდა, ხო, თქვენ რაღაც ფეხბურთელებს მილიონებს უხდით და წადით ახლა და ფეხბურთელებმა გამოგაჯამრთელონო რა. და მე შემთხვევით არ დამიწყია ჩემი ვიდეო აი სოციუმის გავლენით ადამიანზე, იმიტომ რომ როდესაც სოციუმი მე უკვე ესე იგი მომართულია აი სპორტი და აი ბავშვებიც ესე იზრდებიან, ხო? და უკვე აღარავინ აღარ ფიქრობს ფიზიკოსობაზე და აი რა ვიცი, როდის გინახავთ აბა ტელევიზიით, რომ აი კარგი ჭკვიანი ბიჭები, ბავშვები მოიწვიეს ფიზიკოსები, ან მრავალშვილიანი დედები ბოლოს როდის გინახავთ. ანუ საზოგადოება სისტემას მიყავს რაღაც სხვა გზით. სამომავლო განვითარებისთვის არ მიყავს ამ სისტემას ეს საზოგადოება და ეს აუცილებლად არის შესაძლებელი, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე წაგვართვეს ჩვენ
ქართველებს და ეს ყველაფერი დასაბრუნებელია და სიმბოლიკებიდან დაწყებული მიწამდე დამთავრებული და ასე შემდეგ და დასაბრუნებელია უპირველეს ყოვლისა ჯანსაღი აზროვნება, არა მონური აზროვნება, არა მოსამსახურეობრივი აზროვნება, რომ სადღაც ახვიდე იმუშაო და აქ ჩამოვა და აქ მოიმსახურო, არამედ აი ქვეყნის მშენებლის აზროვნება, რომ აი ეს ქვეყანა შენი ასაშენებელია და სხვა აი იმ ქვეყანას არავინ არ ააშენებს. აქედან გამომდინარე, ესეც საზოგადოებაში, სადაც კულტი არის სპორტი, ფეხბურთელები, მომღერლები, წარსული ვიღაც მეომრები თუ ისტორია წარსული, ესეთი საზოგადოება მომავალს ვერ ააშენებს, იმიტომ რომ ის იქნება ესეთი ამპარტავანი, იმიტომ რომ აი დიდებული წარსული, აი როგორც შემოდგომის აზნაურებიო, რომ აქვს შვენიერი ფრაზა, ხო, შემოდგომის აზნაურები, იმიტომ რომ მხოლოდ შემოდგომას იყვნენ ისინი მაძღრები და დანარჩენად ისინი იკვებებოდნენ აი თავისი წარსულის იდეადით და საზოგადოების ასეთ დადებილებას, ჯოგად გადაქცევას ხელს უწყობენ სისტემით მუშაკები, რომელებიც აღზარდა ამ სისტემამ, ეს შეიძლება იყვნენ ისტორიკოსები, იგივე ინსტიტუტებში, ვინც არიან, ვინც ასწავლიან, აი შედეგი ნახეთ ხო, აი რაც ცნობილი რეფორმების შედეგად, აი ახალგაზრდობა როგორი დადებილებულია და სულ სხვა რელსებზე არის დამდგარი და ეს ხალხი ყველა აბსოლუტურად ემოციებზე მართავენ სოციუმს და სულ საუბრობენ რაღაც წარსულზე, გმირობაზე, რაღაც ვაჟკაცობაზე, ომზე, მაგრამ არავინ არ საუბრობს შრომაზე, არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ აი დღეს რა უნდა გაკეთდეს, რომ ხვალ უფრო მეტი გქონდეს და პური არ იყოს საძებნი. როგორც დაუშვათ ადრე არავინ არ საუბრობდა იმაზე, რომ იქნება ახლა ქუთაისის ტორპედოს, რომელიც შეტენეს ქუთაისის ქარხანას, ხო, მოსავლელად, იქნება მაგის განვითარებას ეს ქარხანა განვავითაროთ. ამაზე არავინ ამას უცებ დააბრალებდნენ, რომ აი შენ არ გინდა კარგი და ჩვენ წარმატება სპორტის და ვითომ მანქანის გამოშვება წარმატება არა, ვითომ. და სპორტი და რაღაც თასის აღება თურმე წარმატება ყოფილა. რასაკვირველია ეს წარმატება არის, მაგრამ შენ უფრო ეს წარმატება არის 11 კაცისთვის და ვინც იქ მათ ირგვლივ ტრიალებს. შენთვის მხოლოდ ერთჯერადი სიხარულია და სახში რომ მოხვალ და ცოლშვილს რომ ნააჭამო. ეს არის ქარხანა, ეს არის წარმოება და ეს წარმოება მერე კიდე სხვა რაღაცა შობს და სხვა განვითარებებიც მოაქვს, იმიტომ რომ ამას უნდა მე მეცნიერების განვითარება, ანუ იმ ქარხნის განვითარება, ეს არ არის მარტო ქარხანა და მანქანის გამოშვება, ეს არის უამრავი სამუშაო ადგილი, იგივე მეცნიერებაში, იგივე მოსახურე პერსონალში, იგივე დეტალებში, იგივე რა ვიცი, აი სამეცნიერო აზრის განვითარებაში და ახალგაზრდობას მოვალ თაობას უფრო სხვანაირად მოხტავს და სხვანაირად გქოქავს. ესეთი მიდგომა. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.